ყველა мама ალბათ თავის თავზე იტყვის, რომ აუ რა მაგარი мама ვარ და ესე შემდეგ. აქედან დავიწყებ რა, ტრადიციული. რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება ბევრი შეცდომაც გქონდა ან მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, რომ ბავშვებთან ყოფილიყავი ძალიან მეგობრულად. იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა რა, თუ мама და შვილმა დაკარგა ერთმანეთთან კონექტი, ალბათ აღარაფერი არ გამოვა მომავალში. ამიტომ ვცდილობ დღემდე ვიყო მეგობრული, ვიყო არ ვიცი, ნებისმიერი მაგათი სურვილი ჩემთვის ალბათ კანონია, როგორც ყველა მამისთვის. მოკლედ პოზიტიურის გარდა ვერაფერს ვერ ვიტყვი ნამდვილად. ბატონო ვლადიმირო, შეცდომა ახსენეთ ახლა შვილებთან ურთიერთობაში შეიძლება დამიშვიაო. უფროსებს პატარებთან ურთიერთობის დროს შეცდომის აღიარება ცოტა არ გვიყვარს ხოლმე. ქონიათ შემთხვევა, რომ შევცდი შვილს ეს არ უნდა გამეკეთებინა. ასეთი გახსენდებათ ასეთი ამბები. იცით რა არის, ეხლა მთელი ცხოვრება არის სწორი ნაბიჯი და შეცდომა რა. ეხლა ამას ვერ უარყოფს ვერავინ. ალბათ ქონია ცხოვრებაში შეცდომაც, მაგრამ არ ვაღიარე, ესე ვთქვათ. ალბათ ქონდა სწორი ნაბიჯებიც, რაც უფრო ის არის სასიამოვნოა ნებისმიერი მამისთვის. ამიტომ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, ვერაფერს ვერ გაექცევი. მაგრამ ერთი რამე მამებმა უნდა ვეცადოთ, რომ ყოველთვის ვიყოთ შვილების მხარეს. და აი ორი სიტყვით გეტყვით, რატო ვფიქრობ ესე რა, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია ქონდა, ჩვენი დრო ქონდა, ეგ არის 60 წლის, თქვა 50 წლის, 40 წლის წინანდელი ამბები, მაშინ რა თქმა უნდა, სულ სხვა ცხოვრება იყო, მაშინ არ იყო ტელეფონი, მობილური, არ იყო ინტერნეტი, არ იყო ნებისმიერი YouTube-ები, TikTok-ები და ესე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ჩვენ სულ სხვა ხალხი ვიყავით და სულ სხვა ხალხი ჩამოყალიბდი და დღევანდელი ახალგაზრდობა ამას ყველაფერს ითვისებს, როგორ იცი, მე მგონია რომ რო იბადებიან უკვე ეს აქვს ყველაფერი თავში ალბათ რა, ესე მგონია, იმიტომ რომ აი ხედავ რომ 2-3 წლის ბავშვი ისე არის ტელეფონთან, რომ აი უბრალოდ გაგიზდები რა. ამიტომ არ უნდა ვეცადოთ, რომ ეგეთივე ტიპები ვიყოთ. ეგეთი ტიპები არასდროს არ ვიქნებით. ჩვენ სულ სხვა ხალხი ვართ, სხვა გაზრდა გვაქვს, სულ სხვა ხედველობა გვაქვს, დღევანდელ ახალგაზრდას სულ სხვანაირად აქვს ყველაფერი მოწყობილი. და ალბათ უფრო სწორედ დღევანდელ ცხოვრებაში.